მანამ სანამ უშუალოდ კოდის წერას დავიწყებთ, აუცილებელია მოვამზადოთ ჩვენი ვირტუალური სამუშაო გარემო კომპიუტერში. HTML CSS კოდის წერა თავისუფლად შეგვიძლია ნებისმიერ ტექსტურ რედაქტორში. თქვენ წარმოიდგინეთ Microsoft Word-შიც კი, მაგრამ კოდის საწერად ეს არ გამოდგება, რადგანაც არ აქვს შესაბამისი ხელსაწყოები, რომლებიც გაგვიმარტივებს კოდის წერის პროცესს. მოცემულ გაკვეთილში გამოვიყენებ development-ისთვის ყველაზე ცნობილ ტექსტურ რედაქტორს, Visual Studio Codes. რედაქტორი დაგვეხმარება კოდის წერის პროცესის გამარტივებაში, ასევე შეცდომების მარტივად აღმოჩენაში და სინტაქსის მარტივად წაკითხვაში. თუ თქვენი კომპიუტერის ოპერაციული სისტემა Macintosh-ი, Windows-ი ან Linux-ია, მისი დაინსტალირება უმარტივესია. უბრალოდ შეგვიძლია გავხსნათ ჩვენი ფავორიტი ბრაუზერი, საძიებო ველში ჩავწეროთ VS Code, გადავიდეთ პირველივე რეზულტატზე და მოცემული ღილაკის დახმარებით გადმოწეროთ ჩვენს კომპიუტერში. გადმოწერის შემდგომ მივყვეთ ინსტრუქციას. VS Code-ის ინსტალაციის შემდგომ აუცილებელია ჩვენს კომპიუტერში ნებისმიერ საქაღალდაში შევქმნათ სამუშაო საქაღალდე, რომელიც იქნება ჩვენი პროექტისთვის სპეციალურად გამოყოფილი. ამ შემთხვევაში მარტივად ეგრეთ წოდებულ დესკტოპზე შეგვიძლია შევქმნათ საქაღალდე და პირობითად დავარქვათ HTML-ი ქვედატირე CSS-ი. სამუშაო საქაღალდის მომზადების შემდგომ ჩვენ შეგვიძლია Visual Studio Code-ში გადავიტანოთ უბრალოდ drag and drop-ით ან პირდაპირ ტექსტური რედაქტორიდან File, Open Folder და ავირჩიოთ ჩვენს მიერ შექმნილი საქაღალდე სახელად HTML CSS-ი. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ტექსტურ რედაქტორში გახსნილი გვაქვს ის საქაღალდე, რომელშიც გავაგრძელებთ მუშაობას და კოდის წერას. VS Code-ის მარცხენა მხარეს გამოსახულია რამდენიმე ხატულა. აქედან პირველის დაკლიკებისას შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი პირველი HTML დოკუმენტი. ამისთვის საჭიროა დავაკლიკოთ New Files და მოცემულ გრაფაში ფაილს დავარქვათ index.html. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს პირველი სამუშაო ფაილი. ალბათ გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რატომ დავარქვით ფაილს index.html. Index წარმოადგენს უშუალოდ ფაილის სახელს, ხოლო .html წარმოადგენს ამ ფაილის ტიპს. აღსანიშნავია, რომ ფაილის ტიპი მისი სახელისგან გამოიყოფა წერტილით. მარტივად რომ ვთქვათ, წერტილის შემდეგ არსებული ტექსტი განსაზღვრავს ტიპს. მაგალითად, .html ნიშნავს, რომ ეს ფაილი წარმოადგენს HTML-ს, ხოლო .css წარმოადგენს, რომ ეს არის CSS-ის გაფართოების ფაილი და ასე შემდეგ. ახლა კი დავდგეთ ჩვენს მიერ შექმნილ index.html ფაილზე და ჩავწეროთ hello world. ფაილის შესანახად დავაჭიროთ Commands და S Macintosh ოპერაციული სისტემაზე, ხოლო Windows-სა და Linux-ზე Controls და S. როდესაც დავაჭერთ ამ ღილაკების კომბინაციას, აი ეს წერტილი გაქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კონკრეტული ფაილი უკვე შენახულია და მზად არის ბრაუზერში გასაშვებად. როგორც ხედავთ, ჩვენი ტექსტური რედაქტორის მარცხენა მხარეს შექმნილია index.html ფაილი. დავდგეთ ამ ფაილზე, დავაკლიკოთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და დავაჭიროთ ბრძანებას Reveal in File Explorer, ანუ Windows-ის და Linux-ის ოპერაციული სისტემებისთვის, ხოლო Reveal in Finder Macintosh ოპერაციული სისტემისთვის. მოცემული ბრძანება გახსნის იმ საქაღალდეს, რომელშიც შევქმნით ჩვენი HTML დოკუმენტი. ახლა ის რა დაგვრჩენია, ჩვენი პირველი დაწერილი კოდი გავხსნათ ბრაუზერში. ამის გაკეთების რამდენიმე გზა არსებობს. ორჯერ დაკლიკებით გახსნათ ჩვენს ეგრეთ წოდებულ default ბრაუზერში, ბრაუზერში ფაილის გადატანა drag and drop ფუნქციით. ასევე შესაძლებელია ბრაუზერის ფანჯარაში უშუალოდ ამ ფაილის მისამართის ჩაწერით, მაგრამ ამ გაკვეთილში ამისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ეს მეთოდი არც თუ ისე პრაქტიკულია. ვიდეო გაკვეთილს თუ შევაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სამუშაო გარემოს მინიმალურად მოწყობა დავასრულეთ. კომპიუტერში დავაინსტალირეთ ტექსტური რედაქტორი Visual Studio Code, გავიგეთ თუ რა არის ფაილის გაფართოება, შევქმნით ჩვენი პირველი HTML დოკუმენტი და ბრაუზერში გამოვსახეთ hello world ტექსტი.